არ მოგწონს წადი ფრაზა ქართველი ადამიანისთვის ძალიან ნაცნობია, იმიტომ რომ ამ ფრაზებით ელაპარაკება დამქირავებელი თანამშრომლებს დიდი ხანია საქართველოში უკვე, რომ თუ არ მოგწონს წადი სხვას ვიპოვე შესმაგირად. და ეხა უკვე სახელმწიფო გველაპარაკება მაგ ლექსიკით, რომ თუ არ მოგწონს ის ქვეყანა, რომელიც ჩემია და როგორცაც მე ვაკეთებ, წადი ამ ქვეყნიდან და სხვაგან იცხოვრე. რომ გაგრძნობინონ, რომ ამ ქვეყანას შენ არ ჭირდები. ჯერ ერთი რატო დგას საერთოდ საკითხი და მე იმის მიხედვით არ ცხოვრობენ ქვეყანაში, ვის ჭირდება და ვინ არ ჭირდება, ჩემი ქვეყანა და იმიტომ ვცხოვრობ ამ ქვეყანაში. საქართველოში დავიბადე, ქართულ ენაზე მეტყოლებ, ეს არის ჩემი სამშობლო, ჩემი სახლი. რატო უნდა ვიცხოვრო სადღაც სხვაგან იმის გამო, რომ ქართული ოცნება მეუბნება, რომ აღარ ვჭირდები. და თუ არ მომწონს და თუ არ ვეთანხმები, უბრალოდ უნდა წავიდე. სამუშაო ძალად ხედავს მხოლოდ და ღარიბი ქვეყნიდან ჩამოიყვანს ადამიანებს და იმათ ამუშავებს უფრო იაფად და ჩაგვააცლებს. როცა ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ისმენ მაგას ბრაზი უფრო გიჩდება ვიდრე სევდა, მაგრამ როცა უკვე ტროლებს რთავენ ხოლმე და პროპაგანდით მოტყუებული ადამიანები გიწერენ მაგას კომენტარებში ან გეუბნებიან, მაგას ცალკე ტკივილი მოაქვს ადამიანებისთვის და ცალკე წყენა მოაქვს ადამიანებისთვის, იმიტომ რომ უსამართლობის შეგრძნება გიჩდება, რომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და ჩემივე ქვეყნის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები მეუბნებიან, რომ არ ვჭირდებით თითქოს ამ ქვეყანაში და წავიდე და ქვეყანა უნდა დავტოვო. ეს ადამიანები ჩემთვის მსხვერპლიანია. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი შეიძლება ხანდახან მოძალადეს, იცავდეს, ეს მას მსხვერპლის სტატუსისგან არ ათავისუფლებს ჩემი აზრით. ეს ადამიანები არიან პროპაგანდის და სიღარიბის მსხვერპლი ადამიანები, რომლებიც იმ დონეზე მიიყვანა საკუთარმა სახელმწიფომ, რომ 300 ლარად ყიდიან საკუთარ თავისუფლებას. იმ დონეზე არ ჯერათ ცვლილების და იმ დონეზე ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამ ქვეყანაში მათ რაიმე პერსპექტივა შეიძლება მიიღონ. ისინი ცხოვრობენ პირველ რიგში წუმპეში და ისინი ცხოვრობენ პირველ რიგში ძალიან ცუდ პირობებში. მე პირადად არ ვფიქრობ წასვლაზე. იქამდე ვარაუდობდი, რომ შეიძლება წავსულიყავი. ეხლა არ ვფიქრობ წასვლაზე. ეხლა რო წავიდე, შეიძლება ვეღარ დავუბრუნდე.